რასამართლებრივ შეკითხვებს აჩენს. ცხადია, არაერთ სამართლებრივ შეკითხვას აჩენს და ვეცდები რაღაცნაირად ხომ თქვათ მთავარი სათქმელი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არაერთი კომენტარი გაჭეცდა ამ ხნის განმავლობაში. რასამართლებრივ შეკითხვებს აჩენს პირველ რიგში უცებ გეტყვით, ანუ ის რომ ეს წერილი გამოაქვეყნა, ასე ვთქვათ, ბატონმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე და მან ამ წერილში თქვა, რომ სავარაუდო ასარჩევად შესთავაზეს კორუფციული ბრალები და დღეს მართლაც მისი ბრალდების დადგენილება გამოაქვეყნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, მან წინსწრებით ეს იცოდა. ნორმალურ შემთხვევაში მას ეს წინსწრებით არ უნდა ცოდნოდა, იმიტომ რომ დღეს წარუდგინეს მას ბრალდება და მასთან ამ ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ ყოფილა აქამდე. საქმის მასალებით ასე იქნება ყოველ შემთხვევაში და ეხლა ბატონი ღარიბაშვილი მკითხავი არ გახლავთ და სიზმარში არ ნახავდა ხომ ამას. ფაქტია რომ მან ეს იცოდა წინსწრებით და მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ დიახ ეს წერილი მარც მაშინვე არ მეპარებოდა ეჭვი, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდა და მასთან ეს ვაჭრობა მიდიოდა და მას ეს ინფორმაცია ჰქონდა. რაც უყურად დადასტურდა, მას ინფორმაცია არ ექნებოდა, რომ ახალი ბრალი მზადდებოდა მის წინააღმდეგ. ვერ ექნებოდა. დიახ. სხვა არც ერთ შემთხვევაში მას ეს ინფორმაცია ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ რომელმა სხვა ბრალდებულმა, სხვა ითანამშრომლა რა ჩვენება მისცა გამოძიებას, მას ეს არ ეცოდინებოდა თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ მას დღეს წარუდგინეს მისი ბრალდება, დიანა. დღეს უთხრეს, რომ ბრალდებული ხარო და ფაქტია მან ეს თქვა მანამდე, რომ რაღაცა ეს კორუფციული ბრალდებები შესთავაზეს ასარჩევად. ეხლა თავისთავად ცხადია, ამას არ უნდა ესეთი სამართლებრივი განათლება, რომ ამას მიხვდეს ადამიანი, რა ასე ვთქვათ, უბედურებებია ამის უკან სამართლებრივი კითხვები, რომ დაარქვით თქვენ ეთიკურად. კორუფციული ბრალდებები ასარჩევად, ეს ფორმულირებაც ალბათ არის კითხვა მეორე, რას ნიშნავს. დიახ, სხვადასხვა ბრალდებები ასარჩევად, მათ შორის ხო აი ასე ყველაფერი შეთანხმებით, მოწმეების შეთანხმებით, ბრალდებების შეთანხმებით, ანუ როგორც რა გიხარდება და რანაირადაც რა გიხარდება დაახლოებით ეს სერვისია. სხვა შორის ასევე ჩატარდა აი პირველი საპროცესო შეთანხმება გახსოვთ, ხო? სრულიად ასე ვთქვათ დახურულ ვითარებაში, ბუნდოვანი ბრალდებები და მე დაუბრუნდეთ თუ დრო გვექნება აი კორუფციული ბრალდებები რამდენად იყო ის. ეს თავისთავად რომ ამაზე ყოფილი ქვეყნის ყოფილი პრემიერი საუბრობს რომ აი ასე შემომთავაზეს, აირჩიე რომელიც გინდა. და ნახეთ მისი წუხილი მიემართებოდა განა იმას, დიანა, რატომ არის ეს ასეთი უბედურება? მისი წუხილი მიემართებოდა განა იმას, რომ ანუ როგორ შეიძლება შესთავაზო, აირჩიო, როგორი მართლმსაჯულება გესიამოვნება, რომელი ბრალდებით, რანაირად, რომელი მოწმესთან შეთანხმებით და ასე. ეს არ ჩანს პრობლემად მის წერილში. მის წერილში თვითონ რას ხედავს პრობლემად, ხომ? თვითონ ხედავს პრობლემად, რომ აი რაღაცა იმაზე მეტი მოსთხოვეს, ვიდრე შეთანხმებულები იყვნენ, რაღაცეები გაწირეს, მოკლედ რაღაცა და მოკლედ ადამიანური სენტიმენტები. მაგრამ ის რომ ესეთი უბედურება ამ ქვეყანაში და რომ ის თავად არის შემოქმედი აი ამგვარი უბედურების, რომ ესეთი მართლმსაჯულება ყველანაირ სერვისს ეწევა ამ ქვეყანაში, ხო? ვიღაცეების ხელში. მიუხედავად იმისა, ვინ არის შენზე გაბრაზებული, ვის აქვს შენთან პირადი ანგარიშწორებისთვის მოტივები, პოლიტიკური მოტივები და არ ვიცი 1000 რამ. ანუ მართლმსაჯულების გამოყენება ხომ ხდება, ხომ ამ პროცესში, ესე იგი, ანუ მართლმსაჯულება არის იარაღი სხვადასხვა მოტივებით ანგარიშწორებისთვის. ანუ ეს კი არ არის ბატონი ღარიბაშვილისთვის პრობლემა, რომ ასეთი ქვეყანა შეგვიქმნა ჩვენ. მისთვის არის პრობლემა ის, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს, გამიგეთ დიანა. ეს არის ძალიან მას შეეხო ეს პრობლემა. და დღეს მით უმეტეს ამ ახალ ბრალდებას რო ვუსმენდი და ეს დღეები მედიამაც გაიხსენა სწორედ მისი კომენტარები და სავსებით სწორედ გახსოვთ, როდესაც აი საიდან დაიწყო ხო მთელი ეს ამბები
ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოთხოვნა რა ხდათ ბეტინგი მოსამართლეების კეთილსინდისიერების მოთხოვნა ბეტინგთან დაკავშირებით და ბატონი ღარიბაშვილის იმ დროინდელი განმარტებები, რომ ჩვენს მოსამართლეებს რაში სჭირდებათ კეთილსინდისიერების შემოწმება და როგორ შეიძლება ჩვენ მოსამართლეებს და ასეთი სასამართლო სისტემა რომ არავის არ ყავს. აი ეხლა არის ის მომენტი, როდესაც ბატონი ღარიბაშვილი და ასევე ბევრი სხვა, ვისაც არც თუ ისე ნაკლები როლი ჰქონდათ და შემიძლია გითხრათ, რომ დიდი დოზით ჰქონდათ როლი, რომ ჩვენ ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში, თავად იწვნევენ საკუთარ თავზე ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერებას დიანა. ნახეთ საუბედუროდ მათაც ისე დაავიწროვეს, სამოქმედო არეალი არ დაიტოვეს დიანა თავისთვის. აი სულ მაინტერესებს ვიბრძოლე, სად უნდა იბრძოლონ, რა რესურსით, რა საშუალებით, ან რატო უნდა იბრძოლონ იმ სასამართლოში, ხომ, რომლის მიმართაც არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდათ. სასამართლოებში არ იბრძვიან უდანაშაულო ბრალდებულები, წესით პროკურატურა უნდა იბრძოდეს და ამტკიცებდეს, რომ ის დამნაშავეა. მაგრამ აი ეს ვითარება მივიღეთ ახლა, ხომ? ანუ ბატონი ღარიბაშვილი არ წუხს ამ ამბით და ის წერილი მე თუ მკითხავთ თავდაპირველად რაც გამოაქვეყნა და რომელიც მართალია და მე ჭვი არ მეპარებათ რომ სინამდვილეს აღწერდა მას ბოდიში უნდა მოეხადა ამავდროულად ჩვენთვის, აი იმ ქვეყნისთვის, რომლის პრემიერიც იყო, რომელსაც აი ასეთი მართლმსაჯულების სისტემა შესთავაზეს, ასეთი მართლმსაჯულების სისტემა გაუკეთეს. და არა მხოლოდ უნდა მოგვესმინა მისი წუხილი იმაზე, რომ ეს მართლმსაჯულება ეხლა თურმე მისთვის არის პრობლემა, გამიგეთ? ვიღაცები უსწორებენ ანგარიშს, მაგრამ ამ მართლმსაჯულების ხელით, ხო? აბა სხვანაირად როგორ? იმ ქვეყნებში, სადაც მართლმსაჯულება არსებობს, უდანაშაულო ადამიანებს არ ეშინიათ, ასე ვთქვათ, სრულ ბრალდებების დიანა. ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ასე არ გახდა. კიდევ ერთი ეპიზოდია, თუ თქვენივე, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ანალიზს მიუყვებით, ის რომ ამ ბრალდების შესახებ, რომ ახალი კორუფციული ბრალდება მზადდება ამის წინააღმდეგ, მას არ უნდა სცოდნოდა და ვერ ეცოდინებოდა. ამ ლოგიკით ეს წერილი ავთენტურია, ასე ვთქვათ, წერილის წერილი, რომელიც პირველ წერილს მოყვება, რომელზეც ამბობს, რომ მე გამომიგზავნეს მდინარაძის ხელით. იქ ასევე საუბარია აირჩიე რომელიმე კორუფციული ბრალი და სასჯელი არ დაგემატება, შთანთქავს 5 წელში ჩაეტევა. ესეც ნიშნავს თუ არა, რომ ზუსტად იცის წერილის გამგზავრმა, რომ მოახერხებენ იმას, რომ სასჯელი არ ასცდეს 5 წელს. ანუ ესეც სისტემის სახე რამდენად არის ეს წერილი. დიახ, ზუსტად ამას გულისხმობდი დიანა. ეს წერილი სისტემის სახეა, რასაკვირველია. საპროცესოში საპროცესო მთელს ჩემს, ასე ვთქვათ, სამოსამართლო, საგამოძიებო, საპროკურორო პრაქტიკაში არ მსმენია, ასეთ შემთხვევა არ მქონია. ერთი საპროცესო და შემდეგ საპროცესოს ფარგლებში რო შთანთქავს ერთმა სასჯელმა მეორე, მაგრამ ამ შემთხვევაში ესაც შესთავაზეს. ასეთივე ამას ვამბობდი, სწორედ ასეთივე შეთავაზება იყო ჩემის თვალსაზრისით პირველი საპროცესო დიანა. საპროცესო შეთანხმება ხომ ეს არ არის იარაღი მართლმსაჯულებით მანიპულირებისთვის თავისი არსით სინამდვილეში. ეს არ არის, ეს სამართლებრივი მექანიზმი ეს არ გახლავთ დიანა, რისთვისაც ის არის დაჩქარება მართლმსაჯულებისო, თქვენ გითქვამთ ჩვენ ეთერში ასეთი რამ. დიახ, ეს არის მეთოდი სწრაფი მართლმსაჯულების, როდესაც საქმის არსებითი განხილვის გარეშე ვთანხმდებით ბრალზე, სასჯელზე და ასე შემდეგ, მხარეები. როდესაც საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს და ისე ვთანხმდებით, ასე ვთქვათ, და ნაწილობრივ ბრალზე, სასჯელზე. მაგრამ აქ თავარი რა არის, იცით, რითი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბრალდება, მაშინ, როდესაც საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობს ბრალდებულთან, საჯარო ინტერესით. აუცილებლად და საჯარო ინტერესი სისხლის სამართლებრივი პრიორიტეტებით განისაზღვრება დიანა. ის ბრალდება, რაზეც საპროცესო შეთანხმება თავის დროზე გაფორმდა ბატონ ღარიბაშვილთან, მოგეხსენებათ, არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სასჯელის მინიმუმი 9 წლიდან იწყება, ხო? ანუ ჩვენ არ ვიცით რა
რა ჩაიდინა ამისთან, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ბატონმა ღარიბაშვილმა, ამის უკან რა იყო, 5 წელი რატომ იყო შეთავაზება საპროცესო გარიგების, ხომ? იმ ფონზე, როდესაც მისი ბრალდებები აბსოლუტურად თავისი აღწერილობით იყო ბუნდოვანი. თუმცა ძალიან მინდა აქ გავაკეთო კომენტარი, ვინაიდან უფრო არა იურისტების მხრიდან, ეხლა მის ადვოკატებს არ გულისხმობ ის მხარეა, ვთქვათ, აკეთებდნენ ხოლმე კომენტარს, რომ ეს არ გახლავს კორუფციული ბრალდებები. ხა ნახეთ, ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში დიანა საერთოდ არ გვაქვს მუხლი კორუფცია. კორუფციული შინაარსი მოიაზრება სხვადასხვა დანაშაულებში. და სხვადასხვა ფორმით შეიძლება ეს გამოვლინდეს სხვადასხვა დანაშაულებში. ანუ კორუფცია რა არის? ხომ მე საჯარო მოხელის არამართლზომიერ ინტერესებს, არამართლზომიერ შეღავათებს, სარგებელს როგორ მივიღებ? ანუ საიდან რა სარგებელს ვნახავ ჩემთვის, მსმენელისთვის რომ ავხსნა, ხომ? თუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია თავისი არსით არ არის კორუფციული ბრალდება, აბა მითხარით რა არის სხვა კორუფციული ბრალდება. ხო და იმდენი, არ ვიცი, იმდენი ისაუბრეს აი მავანმა რომ ეს არ არის კორუფციული ბრალდება და თურმე რაღაცა კორუფცია არ ქვია მაგ ბრალსო, სხვათა შორის კობახიძე უბნებოდა დებატების დროს ერთ-ერთ პოლიტიკოს, რომელმაც კითხა რომ არის თუ არა ღარიბაშვილი კორუმპირებულია და იქ გვერდს უბლის რომ კორუფცია არ ქვია მაგ ბრალსო, თავადაც ასე იყო წარმოდგენილი, რომ აღქმები დატოვეს იმ კადრებით, ვიდეოებით, ოქროზოდებით და ფულით, მაგრამ ნუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ასე იყო ფორმულირებული ბრალი. კორუფცია არ ქვია არც ქრთამისაღებასაც ქრთამისაღება ქვია. ანუ სიტყვა კორუფცია სისხლის სამართლის კოდექსი არ გამოიყენებს, ამის თქმა მინდა. და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, როდესაც ვსაუბრობ, იმიტომ ვთქვი, რომ სხვა რა არის სახელმწიფო მოხელისთვის უფრო მეტი კორუფციული თავისი არსით და თუ კარგად მოусმენთ თავის დროზე ბატონი გვარაკიძის ბრიფინგს ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იქ აუცილებლად, ასე ვთქვათ, ყურადღებას მიაქცევთ იმას, რომ დანარჩენი ნაწილები, ვთქვათ, ეს წილის შესყიდვა როგორ მოხდა, რომელი ფულით, რომ თითქოს სხვადასხვა ბიზნესიდან რაღაცა, ასე ვთქვათ, მიღებული თანხებით, თუმცა ჩვენ იქ პროკურორმა არ გვითხრა, რა ბიზნესიდან ღებულობდა თანხებს, რა სხვა ბიზნესიდან, რომელიც ვითომდა მისი იყო. იმიტომ რომ ის ვითომდა, რომელიც მისი იყო, ის მხოლოდ 23 წელს შეიძინა. მაგრამ შემდეგ კონკრეტულად 6 მილიონთან დაკავშირებით, 6 მილიონ ნახევართან დაკავშირებით, ბატონმა გვარაკიძემ ბრძანა ასეთი რამ, რომ დაუსაბუთებელი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მან შემდეგ გადააკონვერტირა დოლარში და შეინახა სახლში. ხო, იურისტები ადვილად გამირებენ ფულის გაცეთრების კონსტრუქცია ორ კონცეფციას იცნობს, ეს არის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონა. დაუსაბუთებელი ნიშნავს, დიანა, რომ წარმომავლობის წყარო ვერ დგინდებს. საიდან მოვიდა ეს ფული არ ვიცით, მოკლედ. გენერალურმა პროკურორმა მაშინ თქვა ეს 6 მილიონ ნახევარი საიდან მოვიდა მის სახლში არ ვიცით. და ეს არის ბრალდება. ნუ იქიდან ახლა ამ ლოგიკას თუ გავყვებით, დღეს გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ მოადგილემ უпроსწორად, რომ 750,000 ლარი, აი აქედან მოვიდა, არ ვიცი, 6 მილიონის ნაწილია თუ მოკლედ. ამ სიღრმეებში არ შევალ, იმიტომ რომ ისევ ბრუნდები იქ, რომ იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვართ და სამწუხაროდ ახლა ჩვენ დიდი ხანია ვიცით, როგორი მართლმსაჯულების სისტემაა ამ ქვეყანაში და ვთქვათ, არანაირი ნდობა არ გვაქვს ამ სისტემის მიმართ, მაგრამ ჩვენ არა მარტო ჩემ თავს გულისხმობ, ვთქვათ, თანმიმდევრულები ვართ, ვიცით, ვაფასებთ, ვუყურებთ პროცესებს, ვმონაწილეობთ ამ პროცესებში, გვაქვს თვალები, ყურები, აღვიქვავთ ამ პროცესებს, მაგრამ ისინი ვინც აი აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს მართლმსაჯულებას არ აქვს ხარვეზები, რომ რა შეჭირდება ჩვენ მოსამართლეებს პოლიტპატიმრები თავად ამბობდნენ სისტემის ნაწილია და ახლა ამბობენ რომ პოლიტიკური პატიმარი არის თავად. დიახ, ამიტომ აი ახლა ანუ რა ბრძოლის გზას და სტრატეგიას აირჩევენ სამართლებრივად, მართალი გითხრათ, ძალიან მაინტერესებს დიანა და მეც დავაკვირდები დიდის, ასე ვთქვათ, ყურადღებით. რა აქვს არსენალში? ბრძოლის დღევანდელი ბრალდების აღწერილობა
ზე რა სიტყვით დღეს იყო მეტი კონკრეტიკა და იქ ასე ვთქვათ კონკრეტული თანხები, იქ კონკრეტული ასე ვთქვათ პირის ჩვენება ახსენეს, ითანამშრომლა ბურჭულაძემაცო თქვეს და მოკლედ დღევანდელი ბრალდების შესახებ უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე ეს იყო პირველი პროცესის დროს, როცა საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ის სრულიად დახურული პროცესი იყო. უდაოდ დღევანდელ დიახ, ის სრულიად დახურული პროცესი იყო, თუმცა ადრეც მithქვამს, რომ შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება და ოქმი შეთანხმების უნდა იყოს საჯარო. ანუ არ არსებობს ფარული და საიდუმლო დისკრეციები, სადღაც ანუ მართლმსაჯულება არ აღესრულება სადღაც ჯურღმულებში. და მათ შორის ეს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება, როდესაც პროკურატურა ამას აფორმებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაღაცა ბევრ მილიონთან დაკავშირებით, ბრალდებების ზედმიწევნით ზუსტად უნდა ვიცოდეთ აღწერილობა და არა კვალიფიკაცია ეს ვარ მსხვერპლობაში. დღევანდელი ბრიფინგი დიახ იყო გაცილებით ინფორმატიული, მე არ ვამბობ რამდენად ეს მტკიცებულებები რელევანტურია და ნამდვილად ასეთია, რაზეც საუბრობდა გენერალური პროკურორის მოადგილე, ხო? მან თქვა, რომ აი 12 აგვისტოს თურმე რაღაცა გადაწყვიტა ვიღაცამ თანამშრომლობა. ეხლა რამდენად მან თავისი გადაწყვიტა და რამდენად ეს 12 აგვისტოს გადაწყვიტა, ეს სხვა ამბებია, ხომ? შემდეგ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმაც ასევე გადაწყვიტა, რამდენად მან როდის გადაწყვიტა, რის ფასად გადაწყვიტა, ამეებში რომ არ შევიდეთ. დღეს მეტი მყოფობა უკვე მისჯილმა სხვათა შორის საინტერესოა. როგორც ჩანს ეს დაინახა მისთვის სამომავლო შემსუბუქების გზად. დიახ, საერთოდ ასეთი გზით მიღებული, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა და აღიარებითი ჩვენებები ხოლმე ზოგადად რომ განვაზოგადოთ, რაც მიიღება თავისუფლების სანაცვლოდ, თუ ეს თავისუფლებაში იცვლება, თავისთავად ცხადია, არც ერთ გონიერ და მეტნაკლებ ობიექტურობის მქონე ადამიანს რწმენა სანდოობას არ გაუჩენს, ხომ? ასეთი ჩვენებების მიმართ. თუ სასწორზე დევს ან თავისუფლება, ან რაღაცა თანამშრომლობა ვიღაცის ხარჯზე, მაშინ ძალიან საეჭვო იქნება. თუმცა, დიანა, აი ეს არ ვიცი, ეს ეხოს აპარატი ტაბელური იარაღივით არის უკვე, თუ მკითხავთ რა. ერთ ეხოს აპარატზე მე მგონი რამდენი ადამიანია უკვე პასუხისგებაში. ხო. აი ერთი ეხოს აპარატთან დაკავშირებით ამისთან ამბავი თუ ხდება ქვეყანაში, წარმოგიდგენიათ თქვენ, რამდენი ეხოს აპარატია შეძენილი და სხვა აპარატი და რამდენი სხვა კორუფციული რისკების მქონე გარიგებები აღესრულება ყოველდღიურად, აი რეალურად რომ შევაფასოთ, ხო? ის შეიძლება ასეთი ეს უკვე პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინე მოსაზრება, რომ არ უნდა ძალიან განზოგადება, რომ შექმნან შტაბ-ეჭდილება, რომ ყველაფერი კორუფციაში იხრჩობა და რაღაც ლოკალიზება მოახდინეს, აი აპარატზე ჩამოკიდეს რამდენიმე თანამდებობის პირის ბედი. კი. ზუსტად ამის თქვა მინდოდა, დიანა, ის შორს არ მიდიან თითქოს რა, აი აგერ ხო გვაქვს ეს საქმე, ეს ეხოს აპარატი, აი ერთიც აქ დაემატოს, ასე ვთქვათ, ეხლა კიდე ერთი აქ დაემატოს და აი ამ ეხოს აპარატის გარშემო დადის, რა ვიცი, ეს გამოძიება ამდენი ხანი და ებრძვიან კორუფციას. აი თავად ის პროცესი, როდესაც პირველ ეტაპზე ის ძალიან მორჩილად, უხმოდ თანხმობით წავიდა 5 წლიან პატიმრობაზე, ერთი სიტყვა მისგან არ გაგვიგია, არც შემდეგ გაგვიგია სხვათა შორის ვიდრე ამ წერილამდე და ახლა უკვე ის ამბობს, რომ იწყებს ბრძოლას. აი ეს სამართლებრივად რამე ძლიერი ბერკეტი აქვს მას ხელში, თუ შეიძლება საერთოდ წერილით შეწყდეს ყველაფერი და დაყვეს ბედს ამ შემთხვევაშიც. სხვათა შორის როდესაც ეს წერილი გამოაქვეყნა ბატონმა ღარიბაშვილმა, ჩემი აზრი გახლდათ ის, ახლა მე პერსონალურად ასე ჩავთვალე, რომ ეს მაინც რაღაც პრევენციას ემსახურებოდა მისი აზრით, მომავალი ბრალდებების რან თავის არის დაცვის ან არიდების. თუმცა რაღაცა მეორე დღეს შერბილებული ტონი როგორც კი ვნახე, მე პირადად ვთქვათ, ჩემი ასე ვთქვათ, ინსტინქტების და შეგრძნებების დონეზე ჩავთვალე, რომ ხო, მაინც იქნებოდა ეს კორუფციული ბრალდებები. რახან მან ტონი შეარბილა.
და თითქოს ხო უკან გადადგა ისევ ნაბიჯები. ეხლა ეს იმიტომ თავიდან ვეცადე თქვენი ყურადღება სხვაგან გადამეტანა, ხომ ეს სენტიმენტები რაღაცა ერთგულების, გუნდის, რაუდებარი და ამიტომ ეხლა ეს არც ადამიანურად არის ვინმესთვის დამაჯერებელი დიანა და არც სამართლებრივად. უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ მიდიან, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ანუ ყველაფერზე თანახმავარ, თუ კი ამას სამშობლო, არ ვიცი, ქვეყანა, ლენინი, პარტია და კიდე რა მოითხოვს, ამიტომ ვიჯდები. საბოლოოდ ჩვენ ვერ გავიგეთ რომელი გუნდის ერთგულებაზე. ანუ ამაზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ეს არ არის ის, ანუ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტები. აი ამ პროცესში რას გავს ჩვენი მართლმსაჯულება. აი ეს არის საინტერესო. ეს გვაინტერესებს ჩვენ. ღარიბაშვილის საქმე არის თუ არა ამის ხაცურად. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ქვეყნის. დიახ, ღარიბაშვილის მთელი ამ მიმოწერის საბოლოო დასკვნა გახლდათ ის, რომ მე არავის არ ვებრძვი, არავისთან პრეტენზიები არ მაქვს, მაინტერესებს მხოლოდ ჩემი თავი. და ეს მართლმსაჯულება, ეს მართლმსაჯულება, თქვენთვის შევქმენი ერთ მართლმსაჯულება. სინამდვილეში ეს მართლმსაჯულება ხო ჩვენთვის შექმნეს დიანა. მაგრამ მე ზღვარი იშლება, ასე არ არის. ეს მართლმსაჯულება მიიღეს თვითონაც. და კიდევ ბევრი მიიღებს საკუთარ ტყავზე და ზურგზე ამ მართლმსაჯულებას, რაც არის ჩვენი საერთო პრობლემა. და დანარჩენი სენტიმენტები, ვის ვინ უყვარს, ვის ერთგულია და სიკვდილამდე ერთგულია, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ამ ქვეყნის მოქალაქეებს. საუბრობ წერილის იმ წერილებზე, რომელშიც ღარიბაშვილი ამბობს თუ რატომ წავიდა ასე მორჩილად და უსიტყვოდ პატიმრობაში ივანიშვილის მათ შორის სიყვარულით და ქვეყნის და გუნდის შემდეგ. ასეთი ვთქვათ გრადაცია ჰქონდა. დიახ. სწორედ ამაზე. კი ბატონო, ახლა იქნება თუ არა საინტერესო, როცა ის ამბობს, რომ სიყვარული ერთ საპროცესოს წდება და მეორეს აღარ. დიახ, გადაწყვეტინა. როგორც ჩანს, აი ნახეთ ეს თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი ეს კორუფციაა, მაგრამ თავად ამბობს, რომ ამ კორუფციულ ბრალზე მოკლედ აღარ იყო თანახმა. იმაზე იყო რომელსაც თქვენ ასევე კორუფციულად თვლით თავისი შინაარსით და ამბობთ, რომ ასეთი ფორმულირება კორუფციული ბრალი არ არის, ეს თქვათ სამართალში შინაარსობრივად არის კორუფცია, თუმცა ღარიბაშვილი თავისებურ გრადაციას თავაზობს, რომ იმაზე კი იყო თანახმა, მაგრამ ამ კორუფციულ ბრალზე მიუხედავად იმისა, რომ ესეც 5 წელს შეეტევა, ის უკვე აღარ არის თანახმა. იქნება თუ არა ახლა საინტერესო ეს პროცესი ბრძოლას ვიწყებო ამბობს, თავარია რამდენად ღია იქნება ეს და კიდევ უფრო მეც გავიგებთ მართლმსაჯულებაზე. ამის გამოცნობა რთულია პროცესი როგორი იქნება, თუმცა ალბათ ახლა ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით დიანა, ალბათ ის ოპცია ბატონმა ღარიბაშვილმა დაკარგა უკვე მეორე საპროცესო, რომელიც 5 წელში, ანუ ჩაეტეოდა ისას ჯერიშთან თქავდა ამას. ამ აპარატს ჩაატევდნენ ტაბელური იარაღივით, როგორც თქვენ ამბობთ, 5 წელში მოაქცევდნენ 750,000 ლარს. დიახ, იმ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში რაღაცა ეს თითქოს ეს შესაძლებლობები ამ წუთას არ ჩანს, იმიტომ რომ მაშინ ახლა ერთ-ერთი უნდა გაიმეორონ, ხო, რაც გამოაქვეყნა ამ ადამიანმა, რომ ასე იქნება, ეს ასე იტყვის, ის ისე იტყვის, 5 წელში ჩავეტევით. მგონია, რომ ეს შესაძლებლობა ამ წუთას მან ხელიდან გაუშვა, თუმცა სამართლებრივად მართალი გითხრათ, რა შესაძლებლობები აქვს ვერ გეტყვით დიანა და ალბათ პრაქტიკულად ნულის ტოლი და მან ეს ყველაზე კარგად იცის. იმიტომ ვთქვი თავში, რომ ის იყო სწორედ იქ და სათავეებთან როგორ ფორმირდებოდა და იქმნებოდა ეს მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა, სასამართლო მყავს, ყედველობაში სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება და მან ყველაზე კარგად იცის როგორ მუშაობს ეს ინსტიტუტები. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ისევ სადღაც ალბათ კულისებში იმავე მეთოდებით გაგრძელდება, ხო, რაღაცა, ასე ვთქვათ, მაია, წლების ვაჭრობა, რის ფასად
ერთად ვნახავთ. კი ბატონო, წლების წინ, ძალიან დიდი ხნის წინ, 20 წლის შეიძლება, ივლიანე ხაინდრავამ თქვა ერთხელ პარლამენტის ხდომაზე, რომ ასეთი შტაბ-ეჭდილება მაქვს, რომ დღის და ღამის მთავრობა არსებობსო. ეს პროცესი ქმნის თუ არა შტაბ-ეჭდილებას, რომ არსებობს დღის და ღამის მართლმსაჯულება? უარეს გეტყვით დიანა, ხო, საერთოდ დღის მართლმსაჯულება აღარ არის ამ ქვეყანაში, სულ ღამის მართლმსაჯულებაა. სხვა ამბავია, რომ დღისით გვიცხადებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იქ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. ეს სულ ღამის მართლმსაჯულებაა ამ ქვეყანაში. გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და ეს მართლმსაჯულება ასრულებს ნებისმიერ შეკვეთას. აი ამ ამბავმა ესაჩვენა. ნებისმიერ ეს რო იქნება საპროცესო ასეთი, ამ მართლმსაჯულებას არ აქვს პრობლემა არც ერთი გადაწყვეტილების. ნებისმიერ შეკვეთას და დავალებას სამწუხაროდ ასრულებს ეს მართლმსაჯულება. ეს მართლმსაჯულება გახლავთ ღამის მართლმსაჯულება, ცალსახად დიანა. აქ დღის მართლმსაჯულება აღარ არის უკვე. დიდი მადლობა, მაი.